Აი, გამარჯობა, მე გიორგი ლიპარიშვილი ვარ, იგივე ლიპარა მოსწავლებელი და დღეს ლიპარასკევაა ჩვენი გადაცემის დღე და დღეს წარმოგიდგეთ წიგნს ქართული იგავური პროზის ანთოლოგია. ამ წიგნიდან ერთ-ერთ იგავს წარმოგიდგენთ, აქ არის 13 სხვადასხვა ავტორის სხვადასხვა დროს დაწერილი. ზოგი იგავარაკი, ზოგი პატარა მოთხრობა, მინიატურა, რომელიც იგავურ სტილშია დაწერილი, რომელიც რაღაცას გვასწავლის და სავსეა სიბრძნით და ზნეობრივი სწავლებით. მე შევარჩიე ამ ჩამონათვალში არის სულხან საბაურბელიანი, აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა, გიორგი ლეონიძე და კიდევ სხვები და მე ერთ-ერთად შევარჩიე ერლომ ახვლედიანი, ჩვენ ადრეს წაგვიკითხავს ერლომის სხვადასხვა მოთხრობები, მინიატურები და დღესაც მოდი მივუბრუნდეთ ერლომს თავისი პატარა იგავით. ერლომი, რომელიც გამორჩეული იყო თავისი ირონიით, თავისი კრიტიკული აზროვნებით, თავისი ფილოსოფიით და საოცარი უნარით სწორი აზროვნების, რომელიც გადამდები იყო და რომელსაც ასწავლიდა სტუდენტებსაც და ასწავლიდა თავის მკითხველებსაც თავის ნაწერებში. ფარული შეფარვით და იგავური ენის თხრობით. მაშინ ასე ერთ-ერთი მოთხრობა წავიკითხოთ, აქ რამდენიმეა შესული ამ წიგნში ერლომ ახვლედიანის და ჩვენ ერთ-ერთს ჩაუღრმავდებით. მოგთ მე წაგიკითხავთ, ფიქრი თქვენზე იყოს. დღეგრძელი კაცის ამბავი, ერლომ ახვლედიანი. ნუ ზრუნავთ ხვალისთვის, რამე თუ ხვალემა იზრუნოს თავისა თვისისა, კმარა არ დღისა მის სიბოროტე თვისი. მათ ეს სახარება, ეს არის წანამძღვარი ამ იგავის. კაცი იყო, ღამით მპარავმა ხვალინდელი დღე მოპარა. დადარდიანდა კაცი, რადგან ხვალინდელ დღეს გაჰყვა ხვალინდელი მზის ამოსვლა და ხვალინდელი მაღალი შუადღე. ხვალინდელი მშვიდი საღამო და ხვალინდელი ღამე, დამშვენებული სავსე მთვარითა და მოციმციმე ვარსკვლავებით. ხვალინდელ დღეს გაჰყვა იმედი ხვალინდელი დღისა. ოცნება ხვალინდელ დღეზე, დღევანდელი დღის მოგონება ხვალ და ყველა სიხარული და სიტკბოება გავლილ დღეთა ნაყოფსა ზედა. ხვალინდელ დღეს გაჰყვა მისთვის განკუთვნილი მომავლის დღეები. დარჩა კაცი დღევანდელ დღის ანაბარა, სისხამ დილით წამოდგა კაცი სარეცელიდან. დახიდა ტკბილძიგში ჩაფლულ თავის ცოლშვილს, დღევანდელი დღის სანთელი დაანთო და შინიდან გამოვიდა. დღევანდელი დღის მზე ამოდიოდა, კაცის უკანასკნელი ამომავალი მზე და შეუდგა კაცი დღევანდელ დღეს. ძალს მიეფერა, საქონელი სოფლის ნახირს გააყოვა, ეზო მოიარა, გარღვეული ღობეში ავსო, დადაბლებული აამაღლა, ვენახი გასხლა, ხეებს ხმელი ტოტები მოაშორა, უფროსი ვაჟი დაასაქმა, შუათანა დატუქსა, უმცროს ენა მოუჩლიქა, ცოლს თვალი აარიდა, მეზობელს გადასძახა, მეზობელმას გადმოსძახა. დასაბარი დაბარა, გასათოხნი გათოხნა, დასამყნობი დაამყნო, დასათესი დათესა, მოსამკელი მოიმკო, დასამარხი დამარხა, გასაცემი გასცა, ვალი გაისტუმრა, დადგა შუადღე. კაცი ხის ჩრდილში ჩამოჯდა დასასვენებლად. მოსაგონი მოაგონდა, დასავიწყებელი დაივიწყა, მოსანანიებელი მოინანია, სიხარულმა გაახარა, მწუხარებამ დაამწუხრა, შიშმა შეაშინა, სიცივემ შეამცივნა, სითბომ გაათბო. წამით გაუელვა ხვალინდელი დღე რომ აღარ ქონდა და ნაღველი მოაწვა. მყისვე წამოდგა, წამოიმართა. ხოლო მერე უფროსი ვაჟი შეაქო, შუათანა დაასაქმა, უმცროს ამჯერადაც ენა მოუჩლიქა, ცოლს მოუალერსა, ზამთრისთვის შეშა დააპო, დგებოდა საღამო, აყებთა ძაღლი, სოფლის ნახირი შიმბრუნდებოდა. მის ეზოკარს დამშვალი, მშიერ მწყურვალი გზავრი მოადგა არგნით ხელში. შეიპატიჟა, უმასპინძლა, ბუხარი დაუნთო, ფეხები დააბაკუნა, პური აჭამა, ღვინო ასვა, წაიღიღინეს, წაიმღერეს. სტუმარი წამოდგა, წასვლაინება, მთელი ჯალაბი სტუმრის გასაცილებლად აივანზე გამოეფინა. დღევანდელი დღის მზე არ ჩასულიყო. მოსულიყო წვიმა და წასულიყო წვიმა და ცისარტყელი დამშვენებულიყო. დამდგარიყო მაღალი შუადღე, თავისი მაგრილებელი ჩრდილებითა და მაცოცხლებელი ნიავით და არ წასულიყო. დამდგარიყო მშვიდი საღამო და გალობდა შაშვი. მერე სავსე მთვარეს ამოსულიყო და ციმციმებდნენ ვარსკვლავები. გზავრი არგნით ხელში თავის გზას მიუყვებოდა დასავლეთისაკენ. დღევანდელი დღის სანთელი არ ჩამქრალიყო. ესე მთავრდება ერლომ ახვლედიანის ეს პატარა იგავი, რომელსაც ქვია დღეგრძელი კაცის ამბავი. აქ სხვა კაცის ამბებსაც ნახავთ, კაცი რომელმაც თავი დაკარგა და კიდე სხვა. მე და სხვა ავტორების იგავარაკებსაც, იგავის სტილის მოთხრობებს, მათ შორის როგორც ჩამოთვალეთ არიან 13 ქართველი მწერალი,
გამომცემლობა ინტელექტის წიგნია და მეც გისურვებთ, რომ ჩვენი სანთელი დღეს არ ჩაქრეს ჩვენი ქვეყნის და გისურვებთ ბედნიერებას და თავისუფლებას. შემდეგ ლიპარასკევას შევხვდებით, აბა დროებით.